მოგესალმებით მეგობრებო, ამ ვიდეოს წერ იმ ადამიანებისთვის, ვინც მარტო წუწუნობთ, რომ თურმე გაძვირდა, თურმე ცხოვრება არის ძნელი, იმ ადამიანებისთვის, ვინც ელით ბელადის მოსვლას, გადამჩენელის მოსვლას და ასე შემდეგ და იმ ადამიანებისთვის, ვინც იძახით, რომ ჩვენთვის მაინც არანაირი მთავრობა არ მოვა. დღეს ბელგიაში 5დღიანი კაფიცვა დაიწყო, ტრანსპორტი არის გაჩერებული. და ხვალდახვალ გაამწვავებენ, ხვალ უკვე ევროპარლამენტთან მივლიან ფერმერები და დაიწყებენ ბრძოლას. და ამას გიყობით ერთი რამისთვის. ბელგიაში ადამიანები ცხოვრობენ ნორმალურად. აქ მასიკი არ უჭით და მშიერი არ არიან და ტაზე არ კი აცვიათ და ჯანდაცვის არ ეშინია დავად გახთომი, წამლის ყიდვის არ ეშინია და არაფრისიც არ ეშინია. მშვენივრადაც ცხოვრობენ, მაგრამ ხელისუფლებას მაინც ეჭიდაებიან და ებრძოლებიან, მიუხედავად იმისა, რომ ნორმალური ხელისუფლება გყავთ. მაინც ეჩხუბებიან და ეჭიდაებიან, რომ უკეთესი პირობები გქონდეთ. სანამ ქართველი ერი არ ვისწავლით, რომ ნებისმიერ ხელისუფლებას უნდა ეჭიდაო. სანამ ქართველი ერი არ ვისწავლით, რომ არავითარ გადამჩენელები არ მოვლიან. ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი სიმაღლეზე. სანამ ადამიანები ვაბედიებთ ხელისუფლებას იმას, რასაც ვაბედიებთ ამ წუთას, მანამდე ვიქნებით ამ დღეში. ამიტომ უნდა ვისწავლოთ ხელისუფლებაზე ზეწოლა. თავარი ის კი არა, ვინ მოდის ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მომენტია. თავარია მე როგორ ვიცით ამ ხელისუფლებაზე ზეწოლა. მე როგორ ვიცით მათზე კონტროლი. მადლობთ ყურადღებისათვის.